კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციას ჭამის სემანტიკა აფრიკანში, ჩრდილოეთ სოთოსა და ქართულ ენებში. მეტაფორის კროს-ლინგვისტიკურ ვარიაციაზე ვისაუბრებთ. რომ დავიწყოთ რა არის ჩვენი კვლევა, ჯერ აღსანიშნავია ის, რომ კონცეპტუალური მეტაფორის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოგნიტიურ სემანტიკაში. ჯონსონსა და ლაკოფის თეორიის მიხედვით, ჩემი ხმა კარგად ისმის? თეორიის მიხედვით, ერთი საგანი შეიძლება სრულიად სხვადასხვა კუთხით დავინახოთ და გავიაზროთ, როდესაც კულტურაზე მეტის საუბარი. ამჟამად კი ჩვენ უნდა ვისაუბროთ კოგნიტურ მეტაფორაზე და კონცეპტუალურ მეტაფორებზე, ისედაც მეტაფორა, როდესაც ნიშნავს ორი განსხვავებული რაღაც საგნის ერთმანეთთან დაახლოებას და მათი მსგავსების გამოჩენას, შეიძლება ეს მეტაფორა სხვადასხვა კულტურაში სრულიად სხვადასხვანაირად იყოს წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მეტაფორა ყველასთვის მსგავსად იყოს გამოცდილი რეალურ ცხოვრებაში. ამ თეორიით დაინტერესდნენ ტალიარი და ბოსმანი, რომელმაც შემდგომ ჩაატარეს სემანტიკური ჭამის კვლევა აფრიკანში და ჩრდილოეთ სოტოს ენებში და სადაც გამოეკვლიათ ჭამის სემანტიკა. საინტერესო აქ რა არის? ჭამა მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის ერთნაირად უნდა იყოს განცდილი. ყველას გვშია, ყველა ჭამს საჭმელს, ყველა ყლაპავთ და ყველა ერთ პროცესს გავდივართ. თუმცა კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ეს არ ყოფილა უნივერსალური, ასე ვთქვათ, მოქმედება, როგორც ჩანს, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენისთვის დამახასიათებელი. ამ მხრივ ჩვენც დავინტერესდით და გავაგრძელებთ მსგავსი კვლევა უკვე ქართულ ენაში. ქართულ ენაში ჩვენ ვცადეთ, რომ ბოსმანის და ტალიარდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გამოგვეყენებინა და უკვე შეგვედარებინა სამი სრულიად განსხვავებული ენა. ამ შემთხვევაში აფრიკანსი, რომელიც არის ინდოევროპული ენა, რომელიც დასავლურ გერმანულ ენებს შორის შედის, ასევე ჩრდილო სოთოს ენა, რომელიც არის ბანტუს ენა და განსხვავებული არის თავისი მორფოლოგიით. და ქართული ენა, სამხრეთ კავკასიური ენა, რომელიც ასევე ცნობილი არის, რომ იგი არის აგლუტინაციური ენა. რაც შეეხება ჩვენს მეთოდოლოგიას, გამოვიყენეთ კორპუსები. თვითონ ტალიარმა და ბოსმანმაც გამოიყენეს პრეტორის უნივერსიტეტის კორპუსი, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ანოტირებული კორპუსი, იყო raw corpus, როგორც ვეძახით. ჩვენ კი გამოვიყენეთ ქართული ეროვნული კორპუსი, ასევე ქართული ინგლისური პარალელური კორპუსი და ქართულის ვებ კორპუსი. კორპუსი ამ შემთხვევაში დაგვეხმარა, რომ გამოგვეკვლია სიტყვები, რომლებიც დაკავშირებული იყო ჭამასთან. ეს სიტყვები კი არის მსგავსად ჩამოწერილი, მაგალითად ჭამა, ყლაპვა, ხრამუნი, კვება, გამოხრა და მსგავსი. აქ ხაზს უსვამ იმას, რომ ჩვენ არა თვითონ ზმნა ჭამას ვიკვლევით, არამედ თვითონ ამ მოქმედებას, ანუ ყველაფერი, რაც ამასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ღეჭვად და ძისგვნაც, რა თქმა უნდა, ამაში შედიოდა. ასე რომ ეს ნები არის, რომელიც გამოვიკვლიეთ. კორპუსიდან ამოვიღეთ მეტაფორის მაგალითები და ეს მეტაფორის მაგალითები ჯერ დავალაგეთ იმის მიხედვით, თუ რა მეტაფორის ჯგუფები იყო გამოყოფილი ტალიარის და ბოსმანის მიერ. მათ გამოყვეს 16 მეტაფორის ჯგუფი, რომლებიც სამ დანაყოფად შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი არის პირველ ფერში ჩამონათვალი, სადაც ხაზს უსვამთ რა მოსდის თვითონ აგენტს, ანუ მე როდესაც ვჭამ. ასევე რა მოსდის თვითონ საჭმელს, ანუ რას განესდის საჭმელი, როდესაც ჭამის პროცესშია და მესამე, როდესაც ორივე განესდის რაღაც ზემოქმედებას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ იმ 16 მეტაფორით ვერ შევჯერდით და როგორც აღმოჩნდა, ქართულს კიდე დამატებით 5 მეტაფორული ჯგუფები აქვს, რომელიც მხოლოდ ქართულისთვის არის დამახასიათებელი და არა ამ ენებისთვის. დამატებით უკვე საინტერესო, რადგან ქართულის მაგალითებია თვითონ, პირდაპირ დავიწყებთ ჩვენ შედეგებზე და ჩვენს მეტაფორებზე, რაც ქართულ ენაში აღმოვაჩინეთ. პირველი არის მოტყუება, არის ჭამა. ამ შემთხვევაში გვაქვს მეტაფორის მაგალითები, მაგალითად სატყუარა გადაყლაპა, ანკესი გადაყლაპა, დაპირებებით კვებავს და ილუზიებით კვებავს. აქ ხაზგასმა იმაზე, რომ საჭმელს ისე იღებ, რომ მას არ ღეჭავ, როცა ძალიან გშია და დაუფიქრებლად ჭამ, ანუ ვერ იაზრებ. ამგვარად ვერ ვიაზრებ ტყუილებს და მეტაფორის მიხედვით ადამიანი ტყუდება. შემდეგი მაგალითი არის ნეგატიური სიტუაციის განეიტრალება, არის ჭამა. ამ შემთხვევაში გვაქვს მაგალითად მარცხი მოინელა, სტრესი მოინელა, საქართველოს აღარ ძალუძს ამდენი სამოქალაქო დაპირისპირების და რევოლუციის მონელება. აქ როგორც ხედავთ, არა თვითონ ჭამის და ღეჭვის პროცესია ყურადღება გამახვილებული, თვითონ რა მოსდის საჭმელს, ანუ ქრება. და აქაც ეს ხარის ხაზგასმული. შემდეგი მხოლოდ ქართულისთვის დამახასიათებელი მეტაფორა არის გრძნობებიდან ფიქრებით რაღაცის, ასე ვთქვათ, გამოყვება და შევსება. მაგალითად, გაღიზიანება განცდებს კვებავს და სიცილურით კვებავს. ამ შემთხვევაში, ესე იგი, ჩვენ ვიღაცას, ჩვენს ობიექტს რაღაცით ვავსებთ და ვკვებავთ. შეიძლება იყოს დადებითი, ან შეიძლება იყოს უარყოფითი.
შემდეგი საინტერესო მაგალითი არის ამოწურვა და რაღაცის დასრულება არის ჭამა. მაგალითად, წყობილებამ თავისი დრო მოჭამა თავისი პოლიტიკური რესურსი, ანუ ვეღარ შეძლებს ამის შემდგომ გაგრძელებას და არსებობას. ყველაზე საინტერესო და ბოლო ქართული მეტაფორა, რომელიც ძალიან მომწონს, არის გაფლანგვარის მეტაფორა, რომელიც უკვე ფინანსებთან არის დაკავშირებული. და აქ არის ხაზგასმა, როდესაც ძალიან გშია და უცებ ლაპავს საჭმელს და ვერც გრძნობ მას ისე ფლანგავ, ამ შემთხვევაშიც გვაქვს მაგალითად თავდაცვის სამინისტრო ფულის კლაპას შეუდგა გემოსვერატა და გრანტი კლაპია. ანუ ისე გაქრება ეს რესურსები, რაც აქამდე ქონდა, რომ ვერც გაიაზრებ. ახლა კი რომ გადავიდეთ უნივერსალურ მეტაფორებზე, ანუ რაც აფრიკანში და ჩრდილოეთ სოთოს ენებში ქართულსაც მსგავსი ჰქონდა. ამ შემთხვევაში დავიწყოთ პირდაპირ ემოციური დადებითი გრძნობით, რომელიც არის ჭამა. აქ ხაზგასმა იმას, რომ როდესაც გშია და საჭმელს მიიღებ, შენ გრძნობ ბედნიერებას და კმაყოფილებას. აღსანიშნავია ის, რომ ეს შეიძლება ასევე რელიგიურ კონტექსტშიც იყოს მოცემული. ამ მხრივ ქართულ ენას და ჩრდილო სოთოს ენას აქვს საერთო. მაგალითად, ჩრდილო სოთოში გვაქვს წინადადებები How did you eat during the weekend Christmas? ანუ როგორ ჭარ მაგალითად შობაზე და ნიშნავს როგორ ისიამოვნე შობის პერიოდით. ან მაგალითად we will partake of Holy Communion on Sunday. ქართულის მაგალითები არის ამ სახლს სიყვარულით კვებავენ მესხეთელები, ფიზიკურ საკვებზე მეტად სულიერი საკვები გვესაჭიროება. ესე იგი ჩვენთანაც რელიგიასთან კავშირი ნამდვილად არის. შემდეგი უნივერსალური მეტაფორა არის სექსი არის ჭამა. ამ შემთხვევაში ყურადღება არის გამახულებული შიმშილზე. შიმშილის შემთხვევაში აუცილებელია რომ ეს შიმშილი იყოს შემდეგ დაკმაყოფილებული, რასაც ამ მეტაფორასთან აქვს კავშირი. თუმცა ყველაზე საინტერესო და მსგავსი მეტაფორა არ არსებობს ჭამის შემთხვევაში არის ის, რომ აქ ხაზგასმული გვაქვს აგენტი ვინ არის ამ მოქმედების. ყოველთვის აღმოჩნდა რომ აგენტი კაცი არის, ქალზე არ შეიძლება მსგავსი მეტაფორები გამოვიყენოთ, ესე იგი გენდერს აქვს მნიშვნელობა. საინტერესო ის არის, რომ ქართული არ ყოფილა აქაც გამონაკლისი და როგორც ჩრდილო სოთოში ქართულშიც დადასტურდა, ჩრდილო სოთოში საინტერესო და სასაცილო მაგალითებია, მაგალითად ის ვინც სახლში არ ჭამს, ან ის ვინც თავისი ცოლის, ასე ვთქვათ, ფაფას ფორიც არ ჭამს, ესე იგი მოღალატე კაცი არის. ქართული შემთხვევაში კი გვაქვს უმზერს ლამაზ ქალბატონს და თვალებით ჭამს და ქალის ჩახრამუნება. შემდეგი მაგალითი არის გაუჩინარება არის ჭამა. ამ შემთხვევაში არ ვიცით რატომ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, როგორც საკვები უცრად გაქრება ჩვენი პირის გულიდან, ისე ადამიანიც ან რაღაც გაქრება, თუმცა მიზეზები ამისი არ ვიცით. ამ შემთხვევაში გვაქვს სამივე ენის დამთხევა. აფრიკანში გვაქვს მაგალითად Suns that swallow light, ჩრდილო სოთოში გვაქვს How did the darkness then swallow them და ქართულში გვაქვს ცამ ჩაღლაპა, ან მიწამ ჩაღლაპა, რასაც ისედაც ყოველდღურად ვიყენებთ. შემდეგი მაგალითი არის სიყვარულის გამოხატვა არის ჭამა. ამ შემთხვევაში ეს მეტაფორაც განსაკუთრებული და განსხვავებულია იმ მხრივ, რომ მე როგორც აგენტმა მე უნდა მივიღო სიამოვნება ჭამის მხრივ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი ობიექტიც განიცდის ბედნიერებას და ამის მაგალითები მსგავსად არის მოცემული. მაგალითად აფრიკანში გვაქვს I can eat you up out of love და ამ შემთხვევაში ორივე განვიცდით კმაყოფილებას და სიყვარულის გრძნობას და ქართულშიც ისეთი სასაცილო და საყვარელია ჩავყლაპავ. ამ შემთხვევაშიც ორივენი ბედნიერები ვართ. მოგესალმებით, მომდევნო მეტაფორა, რომელზედაც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჭამა, როგორც ინტელექტუალური კმაყოფილება. როგორც წესი, ადამიანებს აქვს მოთხოვნილება, რომ ინტელექტუალური სტიმულაცია მიიღონ. ეს შეიძლება იყოს რაიმეს მოსმენა, წაკითხვა ან წერა. და ეს გაიაზრება როგორც ისეთივე სიამოვნება, როგორიც არის ჭამა. ოღონდ ამ შემთხვევაში იგულისხმება ინტელექტუალური საზრდო. სამივე ენაში სხვათა შორის დადასტურდა კორპუსულად ამის მაგალითები, მაგალითად თუ ჩრდილოეთ სოთოში გამოყენებული არის ხარბად ჩაყლაპვა, აფრიკანში უბრალოდ ყლაპვა არის. რაც შეეხება ქართულში, ჩვენ ასეთ მაგალითი გვაქვს წიგნზე კითხულობს, ანუ წიგნებს ყლაპავს. მომდევნო მეტაფორა არის ჭამა როგორც დამარცხების მეტაფორა და აქ მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში არის ობიექტი, მაინც დაფიქრება ღირს იმაზე, რომ ეფუძნება სუბიექტის კმაყოფილების განცდას, იმიტომ რომ თვითონ განიცდის კმაყოფილებას, რადგან სხვას ამარცხებს. სხვათა შორის ჩრდილოეთ სოთოში არ დადასტურდა ამ მეტაფორის მაგალითი, მაგრამ სამაგეროდ იყო აფრიკანსა და ქართულში და ქართულის მაგალითი არის მარცხი აჭამა.
შემდეგი მეტაფორა არის დათმობა როგორც ჭამა და ამ შემთხვევაში დათმობა უნდა გავიაზროთ, როდესაც ადამიანი რაიმე თქვა კონფლიქტის არიდების მიზნით, ან იმიტომ რომ რაღაცა ინანა უწევს რომ თავისი სიტყვები უკან წაიღოს. აქაც იგივენაირი შემთხვევა გვაქვს, ქართულში გვაქვს დამცირების ჩაყლაპვა პირობითად, ასევე გვაქვს მაგალითად აფრიკანსში რაიმეს თქვათ გადაყლაპვა, ისე როგორც ჩრდილოეთ სოთოში და შემდეგი მეტაფორა არის გაგება როგორც ჭამის მეტაფორა. აქ გაგება უნდა გავიგოთ ისე როგორც მოქმედება ხდება რაღაცის გადამუშავება, ინფორმაციის მიღება როგორც გადამუშავება, სწორედ ამიტომ აფრიკანსში გვაქვს ზმნა მონელება, ხოლო რაც შეეხება ქართულში გვაქვს უნდა დაუღეჭო რომ გაიგოს რა სეუბნები. ჩრდილოეთ სოთოში კორპუსულად მსგავსი მაგალითი არ დადასტურდა. და შემდეგი ასევე არის ძალიან საინტერესო მეტაფორა დამცირება როგორც ჭამა და ეს დამცირება ამ შემთხვევაში მოტივირებული არის იმ გამოცდილებით რომ ყველაფერს რასაც ადამიანი მიირთმევს ხშირად სასიამოვნო არ არის მაგალითად შეიძლება უწევდეს წამლის რაიმე მედიკამენტის მიღება რასაც არასასიამოვნო გემო აქვს მაგრამ იძულებულია რომ მიიღო მაგალითად ქართულში ამის და მაგალითი დასტურდებოდა კორპუსულად რომ ქართულმა ფეხბურთმა სირცხვილი ჭამა და ასეთივე მაგალითი იყო აფრიკანსში, მაგრამ სამაგეროდ ჩრდილოეთ სოთოში არ დადასტურდა ამ მეტაფორის აღნიშნული რაიმე მაგალითი. ბოლო მეტაფორა, რომელიც არის ტანჯვა, როგორც ჭამა, უნდა გავიაზროთ ორი მიმართულებით და ეს ძალიან საინტერესო მეტაფორა არის, იმიტომ რომ აქ ყურადღებას ვამახვილებთ ერთი მხრივ ტანჯვა როგორც ფიზიკური შეგრძნება და ტანჯვა როგორც ფსიქოლოგიური. ჩრდილოეთ სოთოში იყო მაგალითები, სადაც ძირითადად ტანჯვა გააზრებულია, როდესაც ადამიანი რაიმეს განიცდის, ნანობს და ამ ტიპის ტკივილი აქვს, ხოლო აფრიკანსში ეს ძირითადად ფიზიკურ ტკივილს უკავშირდებოდა, თქვათ რაიმე დაავადება აქვს და მაგალითად კიბოს უჯრედები ხრავს მის ორგანიზმს, ან ჭამს მის კარგ უჯრედებს. და ქართულში ორივე შემთხვევა გვაქვს, როგორც ფიზიკური ტანჯვის აღნიშნული, ასევე ფსიქოლოგიურიც, მაგალითად საშინელი დაავადება, რომელმაც შიგნიდან გამოხრა ადამიანი და ტკივილმა გამოუხრა გული, ეს როგორც ფსიქოლოგიური მოვლენა. როგორც ქეთიმ აღნიშნა, ტალიარდისა და ბოსმანის სტატიაში სულ ჯამში გამოყოფილი იყო 16 მეტაფორა, ამათგან 12 დაემთხვა ქართულს, ხოლო 4 იყო ისეთი მეტაფორა, რომელიც ქართულ ენაში ვერ აღმოვაჩინეთ. ასეთი იყო მაგალითად რაიმეს უკრიტიკოთ მიღება, ან მოკვდინება, ვინმეს მოკვდინება როგორც ჭამა და რაიმეს შენახვა აკუმულირება. როგორც ხედავთ, ჩატარებული ანალიზი ასაბუთებს, რომ შესაძლოა მეტაფორები იყოს კულტურულად სპეციფიკური, მაგრამ ისინი მეტწილად უნივერსალურია და როგორც ლაკოფის თეორიის მესამე პოსტულატი მიუთითებს, მეტაფორა იქნება გამოცდილებით, ხოლო ენა ყალიბდება ადამიანების გამოცდილებით. აი როგორც ამ ჩვენი კვლევიდანაც ჩანდა, შესაძლებელია რომ ერთი და იგივე მეტაფორა განვითარდეს სამ სრულიად განსხვავებულ ენაში, როგორც იყო მაგალითად ჩრდილოეთ სოთოს ენა, აფრიკანსი და ქართული ენა. ასე რომ ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა ენებს შორის კონცეპტუალური მეტაფორის კროს-ლინგვისტური თანხვედრა. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, თუ კითხვები გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ.